გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. ჩვენი სტუმარია. მოიცა ვიცი ამ სტუმრის სახელი როგორ ვიტყვი რა. გიორგი. პოზიცია თუ იცი, პოზიცია ანუ. როგორ არ ვიცი. შეთაერთად მის გოლებზე გაიზარდე, ხო? თავის პოზიციაზე დალეული გვაქვს ერთად თამაშის დროს. როგორ თქვენ ფეხბურთზე ვერ ვლაპარაკებთ ერთმანეთს, მაინც რჩევა იქნება. მაინც ფეხბურთს საყოველთაოდ არის თან დღეს ხალხი მოსული, კიდე მე რჩებიან და თურქეთში გვაქვს სერიოზული გასვლა. ან სამ წუთში იწყება ახალგაზრდური. კი ბატონო, არის ეგეც. წარმატებები ჩვენ ბიჭებს. აუცილებლად. გიორგი, შენ თუ იცი რომ ამ პოდკასტის დაწყების იდეა გიკავშირდება შენ, ზოგადად რომ ჩვენი წყვილი შედგა. მე? ხო. მე რა შეშია? ძალიან მეწყინსო არ უყურებ ჩვენ გადაცემებს, მაგრამ გიორგის voice message რომელსაც ვერ ვაგნებ, იმიტომ რომ მას Facebook-ი აღარ აქვს. ესეთი კონცეფცია რომ მომიხაზდა გადაცემას, მითხრა რომ აი ლორიას მოვიყვანთო. ანუ და მეც მეთქი ლორიას მოვიყვანთ, ალბათ ფეხბურთზე ლაპარაკი იქნება და სპორტული და დავთანხმდი. მე ვეცდები მოუძებნო. ესე მოუთხოვდი. ფეხბურთზე უნდა საუბარი? სპონსორ შეუსრულა მაშინ რა, რომ ლორიას მოვიყვანთ. არა, ამას უნდა დაეთქვა რომ ფული თუ გინდათ მე მოგცემთ. ანუ მოიცა, ახლა მე მეკუთვნის თქვენი რომ ამბავი რომ დაიწყო ჩემი დამსახურება. აი ნახე როგორ გითხარი. აი ხო არ მოდი ახლა სტუმრები წილში ეძღა. სტუმრები უნდა მოვიყვანოთ. არა, სტუმრები უნდა მოვიყვანოთ. ხო არის და ანუ ლორია მთავარი სტუმარი იყავი შენ გამო შენ ირგლუ შეიქმნა, ხო? ვახ. მახარას პაროდიით მოხევი ეს თორე და მახარას პაროდიით მოყოლილი მაქვს უკვე ისედაც. მაგრამ ანუ დასასრულს მოვყვები. მე ვეთქვი ლორი. ფული გინდათ გვაქვს. მე მოგცემო რა. ეგრე მთავრდებოდა. ეგ ვოისი მაგოის გავყიდი აუცილებლად თუ ვიპოვე. ბიჭო, შენ ნახე რა ჩემთან მიწერილები არა გაქვს? ის Facebook-ი ვერ ვნახე შენი. ხო და ჩაწერე და გეტყვი სადაც არის და შეგიცი რა ძრო მემორი რო ივსებოდა რომ შლიდა iCloud-ი არ ქონდა. 2.99 უარი ხდიდა რა. ალბათ არ ვიხდი. ეს ეხა ეხა ვიღაც ამერიკელებს $3 გადაუხდი. მახარ ეხა ვერ მოვძებნი, იმიტომ რომ ინვოისში არ მახსოვს, შეიძლება რამე კიდე თქვი და ჯობია რომ ჯერ მოვძებნო, მე ხალხი დაელოდოს და გავფილტროთ. ჩაგიძდეთ მაგ ეხა უნდა სადაც იყო ხოლმე და ბიჭო რა იყო იცი მე უთხარი რომ თავს რატო იმართე? არა სად დაინახე ეგ შენ მიჩვეული ხარ თავის მართლობას თორე სხვა რამეზე არ მიმართლებ არა ზევი დაარტყა ცხრიაში მე ვაფშე არ შეშვეში არა დავცემა გაატარა ანუ პოზიცია იცი სათამაშობს კაია უკვე გამიხარდა ვითომ არაფერი ინსტაგრამზე წერდამეთ თამაში იყო რომ წერდა რომ მახარ ეხა არ მცალიაო ესპანეთთან მახარ ეხა არ მცალიაო და ეს ეგ ისტორია ვერ გავიგე ანუ ოლმომ რო გამიტანა ეს შენი ბრალია ბიჭო პროსტა ადმინი ყავდა ვინმე იმან მომწერა თუ თამაშის დროს მოგწერო რაღაცა მოგწერა. აი შენ რატომ მიწერე თამაშის დროს? ბოდი ავი დავით. სუდათ იდგა, გვერდზე ჩაიწეთქო თუ ანუ გავასწორე რა. პოზიციური რჩევა. კადრში იდგა სუდათ ხო? არა, კადრში არა, კარში. აი შენი მახვილი თვალი. ანუ ესე გამოდის რომ ოლმომ რომ მე გოლი გამიტანა, ჩემი ბრალი არ არის. ხალხო, აი მე თამაშის მერე რო გაგიტანა მე მოგწერე ცოტა გვერდზე ჩაიწეთქო. აი რო გაუტანა მორჩა თამაშს ეხა შენ არ გახსოვს თორე. იყო იქ. ხო, აი გიორგი ერთი რაღაცა მინდა კიდე რო გითხრა. აი უბრალოდ მინდოდა შენთან პირადად რო შეგხვდებოდი მაშინ მე თქვა ეს ყველაფერი. ერთ-ერთ პოდკასტზე ხალხს ალბათ ვინც უყურებდა ეპიზოდებს, ბევრი ნანახი აქვს. ესეთი კითხვა დასვა ჩვენმა არაჩვეულებრივმა ლამაზმა პროდიუსერმა აჩიმ, რომ საქართველოს ნაკრებიდანო ერთი ფეხბურთელის დამატება რო შეგეძლოს, რომ ერთი ფეხბურთელის დამატება რო შეგეძლოსო, ვის დაიმატებდიო? და ნუ აი ველოდები ახლა ვის დაიმატებდა, ნუ თუ შენ გვარს არ გავიგებ, ნუ კვარაცხელია მაინც. მამარდაშვილია. გეტყვი რა. ბიჭო რა მოხდა იცი? მაშინ იყო ლურია დაბერდა ძმო. ეგ ხო ხდება რომ კატაა დადგმული და არ უნდა. კატაა დადგული, რატო იცი? მაშინ ქონდა პროგრამა ახალგაზრდების დახმარების და ახალგაზრდა ფეხბურთელების და ჩავსვი მამა დახმარებაში იუთუბერები ახალგაზრდები არა და ვეუბნებოდი რომ მეთქი აი სანამ დაიწყებოდა რომ წინა გადაცემაში რო ვიყავი, მაშინ არავინ რო არ იცნობდა ამას. რომ მოვედი რომ მაშინ რო გავსწრებ. მეგონი რომ მაშინ მეთქი ახლა კალატოზაზე და აი
არა ხო გაოგნებული ხარ აი მართლა გეუბნები და აღნაგობიდან დავიწყოთ საიდან არის საუბრის მანერა განათლების დონე ბოლომდე შევდგეთ არ დავინდოთ მე არ ვიდა კარტები გავხსნა და მოყვე შენი პირველი სტუმრობა და აი აქ გავჩერდები უბრალოდ მინდა რომ შენთვის ეს იყოს ბარიერი რომ კომპრომატე מחარასაც აქვს სხვადასხვა ეხა გამახსენდა არა და ეხა აი თუ ბოლომდე აქვს ჯიგარი და კაცობა რა თავს ატო იმართებს არა ბოლომდე თუ რა მაშინ ახალიდანო გაიგე ახლებიდანო ახალი ფეხბურთელიდან მეთქი პერსპექტივები ახლებიდანო არ ყოფი გიორგი ეხა მეთქი ვის ყბაჩა მართლა გეუბნები ყბაჩა ამივარდა ძმაო ლორია ჩემი ძმა მივწერე ერთად რა მაგრა ვართ ლორია ყველაზე მაგარი რაღაცა და უცებ გველი გავზარდა ბიჭო მამარდაო და აი გიორგი ესე არ გიცნობდი מחარ აი ეგრე არ გიცნობდი არა ყო ამ პროვოკაციას ბიჭო მე მithres ახალი ფეხბურთელებიდან და მეთქი მაშინ ნუიში კლასი გადავდოთ ლორია და ავიღებ დამწყებ მამარდას რა ხო აზე ხარ ხო მამარდაც მოსაცვლელია და ანუ ვიში კლასი რო გადადე ხა მე მოვა და იმას მაშინ არა ბიჭო მაშინ იწყებდა მამარდა რა მაშინ იწყებდა არ იყო ესე ჰაიპში როგორც ეხაა და მე მინდა რომ ერთ რამდენიმე წლით გადავახვიოთ და პოდკასტში მამარდა რო იმას რას ეუბნები ამ ყველაფერზე არაფერი ჩემი გვერდში დგომით უკვე კარგად არის ეხა და იდეალურად მეკარეობს ბიჭო მე რამდენი ამოიდგე ჩემ ანგარის რეებია ბიჭო არც მინდა რომ გავიხსენო რა კაი ნუ ახსენებ ყველა ჩემპიონობას ნუ მახსენებ იცი ეგეც არ მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე ამან გაგიყვანათ თუ არა მაგრამ კვარაცხელია რომ ჩემპიონი გახადა გერმანიის სპორტზე მე მგონი საერთოდ იქ პორტუგალიასთან საბერძნეთი ლუქსემბურგი მითითებებს არა ნახე გიორგის არ ჭირდება ვარჯიშებზე მოსვლა ორჯერ ჩავასწარი საბას მართლა აი საბას მე რომ მიქაუტაძეს ამრჩებოდი მართლა ბიჭო კაი მიქაუტაძე რა შეგე ბუდუსთან გინდა არა მიქაუტაძეს ამრჩებოდი ხომ და მე საბამ გთხოვ დამითმეო და დაუთმე ისაცო რაღაც მაგინდა პენალტზე რა ქიმით ბოლო რომელ პენალტზე მე რომ დამერტყა ბიჭო კარს ავაცილე თორე ამან ვერ აიღო ვერც ერთი ერთი ავაცილე კარს ისავლა კარი რამდენია ბოლო 7 ხო? არა, რო ჩადგა, ვოიმე, ვაკ როგორ დგანანო საერთოდ. ბიჭო, ხო, ძალიან ისი დიდე კარის. ძალიან დიდია. მე მივხვდი რატო სადარბოდი აქეთ-იქით. ძალიან შორია ხა მეორე ჩამოდი. აგარ ჯობი ერთ ადგილზე მიეყუდე წამოა, აი რა წამოიწედაც. ხალხი ფეხზე დგას და ბევრი სკამია თუ მე ეხა შუქი რო ანთეს ეხა ჩანს ესე ხო როგორ გერჩივნა შუქი ანთებული თუ ჩამქრალი ეტო განათებული მარტო შენ უნდა იყო და მაგრამ რო გვაგინებდით ეხა იდენტიფიცირდება ვინც გვაგინებს და მაშინ პროსტ ხალხი გვაგინებდა ეგრე იყო გიორგი, რამე კარიერული კითხვა ხო არ გაქვს გიორგისთან? ბიჭო, მე წერანაც ეუბნებოდი რომ ძალიან ემოციური იყო შენი დამშვიდობა. ზოგადად დამშვიდობება აი ნებისმიერი ადამიანის ძალიან ემოციურია თუ ამერიკელი არ არის და ინგლისურად ალაპარაკობს რა. თუ არ მესმის ვერ ვიგებ. მაგიტო თორე. ცხენლები მარტო აი ახაც გამოჩნდა რომ იცი სხვადასხვა ენები. ხო, ნუ იყო ვინ არ და მარადონა ბუფონი უამრავი დამშვიდობა მახსოვს და არც ესზე ცრემლი არ წამომსვლია რა ზიდანი ზიდანი ერთ-ერთ ზიდანზე მაგ ნატილები რო ჩაივლის ჩემპიონატებს თასთან მეტი არ დანარჩენი აი ემოციურად ვერ უდგებოდი კოლინაზე ვიბღრიალე ერთ-ერთი ეგ იყო ხა ვაღიარებ და მე ძალიან მაგარი ფორვარდი იყო მართლა ძალიან არა საჯი იყო იდეა ბიძა ჩემს გავს ძალიან რა მართლა გეუბნები ხო აი რაღაცა დგას და რაღაც აი ის მოდის ვაი თითქოს აგრესიული მაგრამ ძალიან სახში რომ მე მგონია რომ ისინი აცვია მე ოჯახია აი არა ფუმფულა ჩუსტები აცვია და ხალათი და ეგრე მოდის და თავზეც ფუმფულად ვარ თმარაგა და დაფარი მგონია რომ ეგეთი კაცია ხო და მაგაზე ვიტირე კოლინაზე და ლორია შენს ტყვებზე აი კი ვერ გავიგე რა თქვი მაგრამ ემოციურად ისე ვიყავი თქო რა აი თითქოს რაღაცა ისტორია დამთავრდა რა არჩე რა რა თამაში იყო გეკითხებია რა მნიშვნელობა აქვს თამაშს ბიჭო ანუ ხალხო 4 გვარი იცოდა და ყველა თქვა და ახლა ნუ ჩავეკითხეთ ბუფონი მარატონა ანუ ეს ზიტანი და მოჩა პაპა კარლოსი ვახსენე თქვა რა ჩერა კოლინა ეხლა უკვე სონი ერთზე გადავიდა იქიდან ვინც იცის
სონერთან პაპა კარლოსი. გიორგი, შენ გემახსოვრება ახარ პატივცემული ჩვენი სტუმარი რო გააძევეს, გახსოვს ეგ ცნობილი მაჩი და რატო გააძევეს რო ვკითხოთ რა გინდა? მოდი შენ გითხე. რო პიზდა იქა? ეხა ბოლოს ევროპაზე არ გაგაძევეს? ევროპამდე. საბერძნეთთან. ფინალში. შენ რო იყავ იმ თამაშზე. მაგრამ ბიჭო, რა შარის თავი ხარ რა? კარები და გაძევენ. აი იქით ზიხარ სადღაც კაფეში გავანები თავი რა. ჩან ჩაფუთნული ვიყავი, ჩემთვის ვიყავი. იმიტომ ეს აგრესია რომ მოგაწოდა აგე. ერთ-ერთი შენ იყავი ვინც არ ხომ იცნობ რომ მე აგრესიული ადამიანი არა. სხვა ვინმე გააძევეს? გიორგი, ვინ იყო გასაგდები მან რეალურად? თითი რო დაადო შენ გუნდელს. ვერ საგინებელი მე ვაგინე. ვიღაც გასაგდები იყო და შენ მოხვდი ხელში ხო? ესე ვერ ფიზიკურად გრავს ეთყობა და მაღალია. ჯერ კიდე მოქმედი ფეხბურთელი ვარ და არ შემიძლია. აი რომ მორჩები მე რა ვიტყვი. რა ამდენჯერ ამთავრე. ან ამანაც იცის. აუ, სრემლები ტყუილო ყარე. უხერხული. რომ მორჩები რას აპირებ? კაი. საშაურმის გახსნის. გლდანში. ლორიას შაურმა. ძალიან მაგარი. რა, ცუდია. უკეთესი გეგმებია შეიძლება დავაცადოთ. ხალხია და გეუბნები. მაგ შაურმას რას უზამდა? მაგ შაურმას, ხო იცი? აი, რას აპირებაში? ტიტანიკ შაურმები. აი, რაღაც ფრანგულ კაფეს გახსნი, მაშინ და კრუასანები. არც ესა? ბიჭო, არა, ვალდესმა იცი რა თქვა? არა. ვალდეს ჯერ უთხარი ვინ არის? დაახლოებით გვარი მეცნობა, ფეხბურთელი იქნება. ნუ ყველა მწვრთნელი ფეხბურთელი იყო მანამდე. ვინ უკარნახა მწვრთნელიო? არასწორად ვინ უკარნახა? ახლა მეკარე იყო ვალდესიც ბარსელონას. მერე? ხო და ვალდესმა თქვა რომ თამაშო ფეხბურთსო დავამთავრებო, საერთოდ გაუჩინარდებიო რა. მოიცალ და ვალდესმა თქვა შენც მაგას აპირებ, ანუ? მოგროვილი ხონდა. თუ მაგას აპირებ, შაურმა კაი იდეაა მაშინ. ერთი პერიოდი დანაზოგი ხონდა ვალდეს ეთყობა. რა თითქმის 2 წელია საერთოდ ახლა ნუ არასაფეხბურთო მხარე რო ავიღოთ, საერთოდ არც არ გამოჩენო არ თითქმის 2 წელია. კომპიუტერები რო გახსნა. თქვენთან მოვედი ამდენი ამხელა პატივია ბიჭო ჩვენთვის ნახე. სონები რო გახსნა. ალბათ სადღაც სულ საფეხბურთო მინდორზე არ ვიტრიალებ, ალბათ სადმე აქვიქნები რა. აჰა. აი, იქ უნდა ბალახზე რა. კვადრატულობით რო ბალახი იყიდება ხო? ხალიჩა. ხელოვნური. შენ მახსოვს კომენტატორებზე რა, მე მგონი იმ გადაცემაში აღნიშნე რომ კომენტატორებზე ყოველთვის ქონდა ხოლმე რომ მეკარეს იმდენად არაფასებენ. საერთოდ არაფასებენ, თითქმის არაფასებენ. ეხა დაიწყეს. საერთოდ არა, თითქმის არაფასე. ამ ბოლო დროს რაღაცა კიდე რაღაცა. ეხა დაიწყეს ბოლო კომენტატორებმა უკვე მამადას და მე ზამწყ. ბიჭო, მამადას თუ ახსენებ კიდე ხერხულია. არა, მე ზამწყის პროსტა. როგორ დაივიწყეს ხო გიო? არა, იცი რა, მაშინ ხმას არ იღებდნენ ხა და ეხა გადავჭით მამა გვიშველა, იმან გვიშველა. როგორ შეიძლება, ბიჭო? როგორ ყბენს? არა, შენ არა, ბიჭო. კბილები აქვს. იმის მერე შენ რო ნახე ბოლოს კაი კბილები აქვს. კაი კბილები გაიკეთა, ხო? კი. ხო და მაგ სფეროში არ გიფიქრია? ანუ ჩემ სფეროში რო გადმოვკაჩო რა, მაგრამ შენ შაურმები შეკაჩებოდი, მაგრამ უფრო სპორტული კუთხით თქვათ საერთოდ ეხა ამის ღლაბუც რო თავი დავანებოდა სერიოზულად თქვათ, კი მაგარი იდეა იქნებოდა რომ რაღაცა კაი კონტენტი შეიქმნა სპორტული ანალიზი, აი როგორც მაგალითად Sky Sport-ია და ამგვარი ძალიან მაგარი იქნებოდა. მე სიამოვნებით გიხილავდი მაგ ამბულაში. ხო, იმიტომ რომ მე მგონი რომ ცოტა ნაკლებობა არის სპორტული საფეხბურთო კონკრეტულად ექსპერტების. ვინც გიორგი ძალიან ხო ეხა ერთი წუთი რა, ერთი წუთი. გამოისვა ტატო და კომპეტენტური ხალხი საუბრობ. ამ წამს გამოისი ორშაბათობა აიმენა ეგრევე. ართო, ითხა. არა, ნუ შაურმებზე მართალს გეუბნებოდა ის აშკარად. იზე, გიორგი, ბოდიშიო ჩაგიხდი რა. ბიზნესში რო გადასულიყავი, რა ბიზნეს დაიწყებდი რა? არა, მე და ბიზნესი ვერა. არა, ნახე, სპორტული ანალიტიკოს და ექსპერტების ნაკლებობა კი არ არის. შენი სფეროდან ფეხბურთელები არ მიდიან მან? არიან, როგორ არ არიან? არა, მე გულისხმობ, რომ ყოფილი ფეხბურთელები არ მიდიან მაგ სფეროში. სად მიდიან ახლა არ ვიტყვი ზუსტად, მაგრამ შაურმებში არა. არა, ეხა რატო? არ არის, ეგეთ გადაცემა არსებობს? როგორი აბა? ანალიტიკური? აი, როგორც მაგალითად Sky Sport-ი არსებობს. Sky Sport-ი ახლა ეს არის ბრიტანული და ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ეგეთი დაახლოებით ვიცი რამდენი არსებობს? კი, ეგ ხედა ხოლმე და ბიჭები რა კარგად ითამაშეს და მარცხენა მცველი კარგი YouTube-ზეა და არა კომპეტენტურ ხალხს მიყავს რა. აი, რომ ვერ გაიგო იუმორი და უშენიათ კომენტატორობა. ორშაბათობანასო თავი დავანებოთ. ორშაბათობანა ეს მართალია. ორშაბათობანა თამაშობენ.
ბურთები რაო შაბათობანა 40 წლის კაცს მიყავს გადაცემა. 2-40 წლის კაცი ერთმანეთის ბურთებით რაო შაბათობანა და კი. უძირთად ეს უგურავებს იმას, იმიტომ რომ ის 40 წლისაა და შარიკობანას თამაშობენ. მაგიდის ქვევიდან ერთმანეთს კლიპურტებს ურტყავენ რომ არ ჩაეძინოთ. ანუ არა. მე არ ტოვებ არც ერთ ეპიზოდს. შენგან განსხვავებით უყურებს და ანუ ხუმრობის გარშემო არა ორშაბათობის გარდა არ არის ხო სხვა ესენი ეძახიან სპორტ ანალიტიკაზე ახლოს ხო არ მაქვს და იმდროს მას ხავდა შენ უფლება არა გაქვს ფეხბურთელებზე ილაპარაკო ბიჭო რახან არის აუ ძალიან გთხოვ ნუ დაუბრუნდებით ეხლა მაგ იმას არ მე იმის თქვა და ფეხბურთის გარდა სხვა თემებსაც მიმოიხილავ ანუ ბიჭო ფეხბურთის გარდა კი აი საცობში რო ბატონი ვახტანგი მოხდება მაგარ გვერდზე ლორია გამოვლები და უყურებს ორშაბათობას იმიტომ რომ საცობში ვინ გაივლის და ვერ გამოივლის მაგ ეს ქონდა ეგეთი შემთხვევა სადღაც 5-6 კილომეტრიანზე ესე გვერდზე მიდიოდნენ რა და დაახლოებით არ გატარებენ ხოლმე? არა, მე ვიდექი ჩემ ზოლში და აქიან ხო იცი ერთი მანქანის სამოძრაო ხო არის? ხო. ხო და აქედან იყო გრუნტიანი გზა არის, აქედან საპირისპირო გზა არის რა, ანუ და გადახვედი. გერძულაღაზია. მე არ გადავედი, უბრალოდ აქედან მიდიოდნენ. ხო და ტატო გამახსენდა რა იმ მომენტში რა. ერთ მანქანაში იყო ერთი ზისო და კიდე 4 არისო იმის გარდა და ანუ დაახლოებით. მაგას გონიათ რომ ფეხბურთის გარდა სხვა თემებსაც მიმოიხილავენ. ხო და აი არის შენთვის ინტერესი, აი გზაზე ვინ გადამოვა, სად მივა? არა, დღეს მაგალითად საქართველოს თურქეთის თამაშის შემდეგ გვაქვს უთულეში თამაშია გიოგი. ხო და ლაივი გვაქვს მერე და არაკომპეტენტური სტუმრები დავსხდებით იქ და გავარჩევთ თამაშს. უთულეში თამაში გვაქვს. ანგარიშზე ძალიან მეფიქრება რა. ეხა ეს გადაობს ამას ჩვენ ძალიან თამაშია. მართლა უთულეში თამაში და უნიშნავს, მაგრამ ანგარიში ძალიან მინდა რომ 2-1 მორჩეს ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ 2-1 რატო? რეალობასთან ახლოა და თან დოაძინი მიწერია. ხო და დოაძინი გიწერია? მე 1-2-ც არ გიწერია. არ ტიპი არ 2-1 გიწერია. ხო არ მახსოვს ჩვენ წაგება გიწერია. არ გისმენს არა, ყველა ლაპარაკები. არა, როგორ გისმენს? ქართულად რო იცახს ვინმე გინახავთ რომ 2-1-ზე მიდევს. აი მე არ შემხედრია. იშვიათად, მაგრამ არის. პეტრი დოაძი. მომისმენ ერთად გასვლაზე გუნდი რომელიც თამაშობს, ანუ თუ გინდა რომ გასვლის გუნდმა მოიგოს 2-1 არ უნდა დაწერო, უნდა დაწერო 1-2. მაგრამ შენ 2-1 თუ გიწერია, თურქეთს მოგება გიწერია მაშინ. არა, ხო მივხვდი, მე გიო მივხვდი ხო ეთქო კარებში არის ხო და კარგა. რახან ვიძახი რომ ჩვენი გუნდის მოგებით ნიშნავს რომ ეს ორიანი ჩვენ ანუ 1-2 არა შენ რა გულისხმარ გეუბნება სწორად როგორ არის უბრალოდ არა გავიგე მაგრამ გამგებმა ხო გაიგო რა რაცა კი შენი ჩვენ გვესმის მიუხედავად იმისა რომ გრამატიკით არ გამოირჩევის თორე შენ 100 ლარი მოგეცი და დაწერე წინაზე წავაგეთ всё ეხა შენი ფული დადია ბა всё მაშინ პაპალამ წილში ბიჭო აი შუქი რო ანთია მგონია რომ უხერხულად ძიხართ მართლა რა იმიტომ რომ ნებისმიერი სიცილზე შეიძლება გამოგხედოთ თუ შეიძლება ცუდი სიცილი კონდეს შუქი ჩავაკროთ აი ამაზე ვსაუბრობდი და შუქი რო ჩავაკროთ ამაზე ფოტოგრაფი ვერ მუშაობს და არა არ გამიგია უბრალოდ უარი განაცხადეთ ფოტოებს ფოტოგრაფა გადაიღო უბრალოდ ფოტოებს ეხა არ შეგვიძლია რომ შუქი წავაკროთ კი ჩაქრევ კი ჩაქრევ აი მოიცადე აში თოვაცებ ჯერ არ გაიცინოთ ეხა რა ხომ რამდენი ხმა ამოვა ეტაპებად ვინ იცინოდა ეტაპებად ზარია რა სიცილის თერაპია აქედანაც იყო იმას ის ვიბროზი არის პროსტა პირსაღებდა ხმა არ მო აჰა ხო გითხრა სულ სხვა არის ლორია იძახდა რომ ამდენი ხალხიო არა მართლა აცადი გასuliძე თქვი თუ რაზე თქვი რაზე ვერ ყვევი რაზე რომ მოვიდნენო ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე რომ მოვიდნენ ნო კარგი იქნებოდა რატო არ დადიხართ მახარ მე გეტყვი აბა ხარისხი შეჩემ
ხარისხი ბიჭო, ჩვენ ძალიან რთულიერი ვართ რა. შიდა სხვა ქვეყნებში ხო შიდა გუნდები ანალიტიკა დაიწყო, ანალიტიკა ძალიან მეგობრებო. საინტერესო არის. არა, მართლა დაპირისპირები ხო არის. შეიძლება მაგალითად თბილისი, ხუთაის და თბილისის თამაშობს. ხო, ანუ რა ხალხია ხოლმე რა, ანუ რაღაცა საზღვრები არ აქვს ჩვენ რა, აი აგრესიაში მაგალითად ბოლომდე ვაჭერთ, თუნდაც შიდა თამაშებში ეს. არა მგონია რომ ეს ხარი რომ განვითარდეს, მივიღებთ ძალიან დიდ დაპირისპირებებს რა. მე მგონი უნდა მოიწვიო. შეიძლება დატომაც უნდა მოიწვიო. ყავდა ეგ ორჯერ, ოღონდ ფეხბურთზე ესე კარგად არ ულაპარაკობ. იმას ჩაეძინა ბებე. შენ ხო გითამაშია ქართული ეგეთ დაპირისპირებები, ტორპედო, დინამო და ასე შემდეგ და რომელს გამოარჩევდი და კონკრეტული თამაში მაინტერესებს, ტორპედო, დინამო გასაგებია. კონკრეტული თამაში ზუსტად ტორპედო, დინამო იყო, როდესაც გულშემატკივრები შემოვიდნენ და იქ ჩისკოს რო ხო ჩაარტყეს და მაგ რა ეგ გინდა რომ იყოს? არა, პირიქით ხო. ანუ ზომიერი? მაგას ვცეხი რომ მაგ მხრის განვითარება გამოიწვევს ძალიან დიდ აგრესიას და ჩუბებს ხოლმე რა. საინტერესოდ ყოფა ფეხბურთის განვითარებას. მაგრამ ხალხი ხო უფრო მეტი ივლის რომ აი ბიჭო ვისაე? გამოსავალს აში პოულობ. გეწყი გიორგი. გამოსავალი? მე რა ვიცი. მე რა ვიცი. არ ვიცი, ვერ ხედავ ჯერჯერობით გამოსავალს. ნუ ფაქტია რომ ორი ტიპის ლაპარაკი ამას არ შველის რა, იქ ბებერი და მეორე ღრძოსი. ძალიან საინტერესო საუბრობენ, რო იცოდე შენ. ჩვენკენ გადმოვიდა ახლა თავიდან ცოტა ესე. თავიდან ძალიან მოვიდა და ახლა რაღაცა პატრის მე მგონია რომ ესენი საერთოდ არ არიან ანალიტიკოსები მართლა რა. უბრალოდ კომენტატორები არიან, რომლებიც ვიღაცეების სახელი და გვარები ფეხბურთელების ზეპირად იციან. მორჩა. მან თორდება ამათი გულის და შენ ეგეც არ იცი ანუ. იმ ბიჭო არ ვიცი და რა თესლად ყვები რაღაცეებს და მაგალითად რო ვიცოდე, არა ანალიტიკას როგორ ვაკეთებ თქო, ხტები გიორგი. აი შენ ხო გორიდან ხარ. მე რომელ ადგილზეა გორის დილაიცი? ფეხია გადაგიბუნდეს ფრთხილად. რომელ ადგილზეა გორის დილაიცი? პირველზე. ბოლო თამაში აქნა. რა მნიშვნელობა აქვს პირველზე ვარ და ყოველთვის პირველზე ვიქნებით. იმიტომ ჩემ გორელებს არ გავანაწყენებ. და შენ რამდენი გორელი თამაშობს გორის დილაში? ჩამოდი ხა სათამაშოდ გორში. გიორგი. საიდან იცოდ გორის დილა რო პირველ ადგილზეა? ესე მართლა საიდან? აი ხა თუ გავარდა ყარაულის ტოპი თუ არ ხარ? გული ამერევა მართლა. პირველ ადგილზე ვარ, გორის საიდან? ეგ სახე ნანახი მაქვს 100 ჯერ. ერთი კაცი მითხარი გორის დილას ვინც თამაშობს? ჩამოგეცულ ჩემ ძმა კაცს. მიდი ძმაო. ოსტა მითხეს რომ არ გვახსენო არც ერთ შემთხვევაში. კაი, მწვრთნელი ვინ არის? შიო რა. მწვრთნელი სადაურია. სტადიონი რო არ იქნება მეც ვიცი. სადაურია. ხალხო ეხა იმიტომ წელავს რომ განახოთ ვინმე მანო. არა, ალბათ ქართლელი იქნება. ქართლელი იქნება, კი. ქართლებს კაი ანალიზი ყავს, ტაქტიკოსი. არა, გორელი არ მიიღებდა უცხოელს. მართლა ბიჭო. დიდი ხანია არ ყოფილვარ გორში, რაღაცეები შეიცვალა ეთქობა. ისე მართლა პირველზეა, ხო. სხვათა შორის ძალიან კაი გუნდი ყავს. მარადონა ვიცი. კაი, მოდი, აჩი. ისა თემები არის ვირტუალური თუ გაკეთდა ისა პრინტერი ისევ გაფუჭებულია სამწუხაროდ. აქედან მივართავ ნებისმიერ მეგობრებო, ბინა რომელიც გაათამაშეს იმას გააყოლეს ეს პრინტერი, რომ ოჯახში ერთი პრინტერი იყოს და გავუგოთ. იმ ხელა საბუთები იყო ამოსაბეჭდილი, რომ გამოილია მართლა და ეს საბუთების მივართავ ნებისმიერ კომპანიას, ვინც პრინტერებს ამზადებს, შემოაქვს აწარმოებს და ასე შემდეგ, რომ ერთი დიდი პრინტერი მოგვეცით. აი რომ თავისთვის რო იდოს მაგიდაზე კი არ დავდოთ აი დიდი უნივერსიტეტებში მახარ ეს რაბანას ვიდეოს უყურე და ძალიან მესიამა უნდა შენი კომენტარები ჩვენზე აა შეჩემა მაგისტრის რა დაბადებული შინგვეში დგომისთვის და ისაო საჩუქარიო კალო მე ღვინო მაჩუქაო და ანუ ღვინოზე ცუდი საჩუქარიო თქვა მე მგონი ქართველი ადამიანი ამას არ უნდა აკეტებდეს მაგრამ შენი საჩუქარი ზმრის გემო რა ღვინოს რავი კაია შენის გახსენი მაგრამ ხინკას დავასხი მართლა ძალიან წაიღო ბიჭო ხინკას მარსას ხამ შიგნით აბა ვაშლის ზმრით და ესე ხინკალი არ ვარგოდა თვითონ რატო კარ ხინკალს რა თუნდა ძმარე ბიჭო გაიც პასუხი აი ვინც დასუკავს არც ეს ნორმალური ხინკალი ნაჭამი არ აქვს მართლა გეუბნები საჭამთხოვნე ტაში ვინ დაუკრა ხინკალს საჭამთხოვნე კარგ ხინკალს ვის ფასანაური დოლაბაური ხო გითხარი არც ეს ნორმალური ხინკალი არა ფაბრიკაში და ლას გო
ასხა მაინც. გოლი გავიტანეთ? რა გონია თამაში ოდის არის? ეგა მერია. ახალგაზრდურია ბიჭო, გოლოდა. თურქეთი არის, ჯერ არა. რა წამოვიდა აღარ უყურებს. რა დროს აღარ უყრია, რა დროს არის ჩვენი წავაში. აი, ვინ ამოიდებს? რა საჩი. და ხალხია უხერხული. ლორიას ამოღებული აქვს, რა ვიცი. მართლა. ნუქშურს ბიჭო, შენ ნუქშურს. ვისი უნდა შემშულდეს? ნუ ერწყავი ნუ მოგდის. ავარ. სამთიაქო გველის ლოგო შეიქმნა ჩემით. ვისი ლოგო? აი ჭიქაზე რო გველია დახვეული, ეგ ჩემი ინსპირაცია იყო. ექიმებში ხო? ძალიან ბევრი რაღაცა. ამოიღე გავა. რა? არა, ვერ გამიგია ეს ფრაზა. აი, შენაც მაჩუქე იგივე და სხვა შენს დავატების დღეს. აი ხარ. დაბადების დღეზე არ დამპატიჟდა, რატომ ამეშვა? ერთი დაბადების დღეზე არ დაგპატიჟა, მეორე ახალ წელს თან გადაცემაში. ახალ წელს. ანუ მიცელია. ვერ მივხვდი ხა ამოიღო მართლა? არა ბიჭო, მესიჯად ჩვენ სხვაგანა ვართ. ჩვენ სხვაგანა ვართ. შეიცვალა რაღაცეები. ნაზე მართლა იგებდნენ. არ მითხრა ვერ ხედავ ვერაფერს შიგნით. გაფუჭებული პრინტერი სამაპრინტერებული. მივხვდი. ბუნებას უფრთხილდებით. დამჯდარი კენწულის შეჯიბრი. სავარძლიდან ადგომის გარეშე ვიწყებთ ბურთის კენწვლას. ყველაზე დიდ ხანს ვინ შეინარჩუნებს ბურთზე კონტროლს, მიიღებს სუპერ პრიზს. აუ ბიჭო, ბიჭო, აუკენცლოთ? სერიოზულად იცი? ხო, ჩემო საყვალბესო პროდიუსერმა მოიფიქრა მაცა რა როგორ ლორიას ვეჯიბრებით რაში ბიჭო? კენწვლაში. მომისმინე, ეს არ გვითხოვს ჩვენ. აჩი, ან პროდიუსერთან შეათანხმოთ. ჩვენ ვართ პატარა შაპიტო. აი, მოემზადე. იმპროვიზაცია გვაქვს. ბიჭო, მოიცა ვერ გავიგე. ვის დაუვარდება ბოლოს რა? ესე უნდა გავაჩინო. წერა ხო ამოვიღეთ და ეხლა ვის დაუვარდება ბოლოს? დავდგებით. და მზად რო ვიცით, თუნდაც ცოტა ივორჩი გამან. მოიცა. არა, ერთი არის წაიმო. მოიცა ეს ეს არა. დავლიეთ. აი, კალო. მოიცა ხო და მე ან რო გაჩერდება ბურთი, არ უნდა გაჩერდეს? არა, მოიცა ვინ იწყებს? ერთდროულად და ვისაც დროულად ვიწყებ, ამ სიგნალი იქნება? მე ვიტყვი. სამამდე დავდი. აუ მე თუჩა. მანამდე ივორჩი შეცრო ტექნიკა როგორ გზავს. ამაც მე ფეხს ვერ ავშლი და. აი, ისწავლე. არა, მაშინ მუხლით იყოს რა. როგორც გინდა, შეგიძლია. ხო და არა ფეხით. მუხლით იყოს. არა, თავისუფალია. რა კარგა ამან ბურთი. კაი, ყურადღება. მოემზადე. ნაიკები. სამთლაზე იწყება. მოიცა, მას ამას გავწევ, მაშინ. მე არ დამაბრუნე. არა, მე მაინც მუხლით. პროსტა ის არის რა. ყურადღება. მოდი შენ მოვიგი. 3 ვიდრე მოვიგი. ეგრე დაუვარ. 3 თუ მოასწარით, ხო, მაგაზე ცოტა ხარი აკეთვა. 3 2 1 წავიდა. ლორიასიც მე ვკეწვე და რაღაცა შეღავათები არ არის? მართლა რა ვიცი. მახარ არის მოგებული ამაში. მოიტო პრიზი მოიჯვას. პრიზი სად არის? აუ აბა რა ბიჭო. კალამი და ფურცელი. მომეცი ახში დამპალ. ესეთი კაი პრიზი თუ იყო მართლა ავკენწლიდი. ის ნახე ჩაძურა. ერთი წუთი მოი. ოპა ძალიან ამას. შიგნით? ლორი. რა. ცოტა შიგნით შემოდი კიდე. რაც ვარ ის არის. ოღონდ ეხა სრულყოფილი. გაკეთებაში რომ დაეხმაროთ რა. მოდი. რა გაკეთებაში? არ გაქვს ეგ מחარ? ანუ გასარეცხად ხონო წაღებული. სადიგორავე. ბიჭო, ძალიან პატარა ფთა. ამას ეს ვერ გაკაჩავს ამ ხელა მუტრუქს. ფთა არ არის, ეს პანჩარი არის. არ მომამტრიო ძალიან. გადეკი რა. 2 წელი. თუ არ გეკავებ. არა ეს არის. შემდეგი თემა ამოიღოს ანგელოზივით ადამიანმა. გიორგი
არა ანგელოზივით კაცი. გავამხნევოთ მეგობრო. აი ამოვიღე. ხანდახან მგონი რომ 10 აგიჟებს ამას და ესეთი არ არის მართლა. ამოვიღე. ვინც ეს მურთელი ამოიღო, ის მიიღებს საზეიმო კამფეტს. მას შეუძლია ის გამოყენოს, როცა მოუნდება ყველაზე თემატურ მომენტში. კამფეტს ანუ გასაყიდო კამფეტს, კონფეტი ხო უფრო. გიო შენი ჯერია. ჩემი ჯერია? სად მოვა, სად წავაკითხოთ, ანუ Facebook-ზე მოგივა ალბათ. აჩი ყავს? Telegram-ში კონტაქტობ თუ სადღა. სოფლიოში ყველაზე უხუცესი პროფესიონალი ფეხბურთელი ებრაელი ბიზნესმენი ისააკ ჰაიკია. დაასახელე რამდენი წლის იყო, როცა ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. შორს ვინც იქნება ძალიან ბებერი მეკარის როლში უნდა შევიდეს. ეგრე მოგვიგებს ეს. არა, ის просто რა. ეს ბატის ბუბულია. ანუ მე უნდა ვთქვა ხა. არა, ყველა უნდა ვთქვათ. ანუ ერთდროულად და ვინც მოიგებს და წააგებს მე იმაზე. ვინც უფრო ახლოს იქნება, ანუ ვინც უფრო შორს იქნება ყველაზე, ის გააკეთებს მე მოხუც მეკარეს. როგორია მოხდა? რატო წარმოგიდგენია მოხუც მეკარე? როგორ კარშიო დგას? აბა როგორ? კაი, შენ ვიცი რა. შენ ანუ მეკარე რა გონია, რომ მოხუცდება? არა. კაი, 80 წლის ასაკში გნახავ და მოგწერ ერთი. სამთლაზე ასაკს ვამბობთ. 3 2 წავიდა. 75. მომდენ თქვი? 13. მე 65. ყურადღება. სწორი დასწრია. ზუსტად 73. ანუ კენცლაში მოიგო და ისა რა ქვია ფეხბურთი ამას სოდნია კარგად და მართალი იყავი შენ. რა დაჭერდება? მე იპარეს ბურთი. ალა დაიჭერ. მარასი. ბიჭო, ღერს იძახი შენ ანუ რა? გიჟივით არის. ახი. აი დაიჭერე. ბიჭო 73 ასაკში მეკარე თუ თამაშობს, ანუ არ გაგიჭირდება. პირიქით იოლი არის. ეს იქნება 73 ასაკში. უნდა დამირტყას ვინმე თუ 73 ასაკში ფეხბურთი. ახარ დამირტყი ხა? დაგირტყა. როგორ დაგირტყა შეჩება? აუ მეტი რა დაურტყა. მოიცა. ისე ვერ ავიღებ. თავით აიგდე, თავით დაურტყა. აი ცოდოა. ან თავით ააგდე და მე დამერტყე, მე დაურტყა. სკამის ფეხი არის ცუდად და არ წაიქცენა ხე როგორ არის? რატო ეუბნები? რა კონტენტი გავმაზეთ? მე ააგდე, თავით მომეცი და მე დაურტყა. შეგიძლია თავით პასი? მედი. აი ახლა ესეთია ხა მეკარე მაგას აქსი აი რა მე აგიგდე და შენ დაურტყე მიდი რა დავარ ცოტა ზევი ისა მოხუც ფეხბურთელებს მოხუცები არის ამ ბოდიში ანუ აი არც გავინზელი ისწავლე ფეხბურთის თამაში შეჩება რა გინდა აიღე კიდე ერთიც რო გამიტანოთ ანუ ხუმრობა ეგ არის რომ მაგარი ძალიან მაგარი იყო მეგობრებო, ძალიან მაგრად შეუსრულე. ბიჭო, შეიძლება მაგის გასაშვებად კარგი დრო მოვიდეს, რაღაცა კონდეს აჩიკოს, кайიგე და არ გავუშვა ჯერ. კაცი, იქ. ბიჭო, აქეთ ნუ უშვერ მართლა. არა, მიდი, ბახარ, მიდი, არა, ხა. ჩვენ გიყურებთ, მიდი, საინტერესო. ყველა პრიზი მოხიკა. თან ახსენი რასაკეთე. არა, მიდი. Unboxing-ი კაცი, ბიჭო. არ გაგივა. არა, ისა, აქ უნდა მოკიდო. კალა გაუცვალე ეს კამერა. იმიტომ რომ კალა დაიქცევს. აი ესე სიტუაცია, აი ესე და מחარას ჯანმრთელობაც მნიშვნელოვანია ვიდრე აჩი ვიცი რომ ერთი ბიზნესი გაქვთ, მაგრამ ეხა კაი რა. ეხა ჩემი ჯერია ეს. ბიჭო, ეს გაფუჭებულია აჩი, სხვა არ გაქვს. ბიჭო.
არა მართლა გეუბნები. ათში ამოვიღე. არა ისაკ არ ქვია. ხალასტოიზეა? ო. ეს ჩავხიოთ ხო და სახეში. მომე ეგეთ ჩემია. ბიჭო მე ეგეთი რაღაცეების. არა ბიჭო ათში ისაც შეუძლია ეს კითხვა რომ დასვას ხა ეს არ ჩელენჯი არაფერი და ათში ნუ გერდება ჩვენი პროდიუსერია რაღაცა კითხვა აქ შეთა და მე დამიწერა და აი ხარ პატარა ბიჭის და კითხავს და გეხვეწები რომ უპას ხო რა კი ბატონო ათში მიდი გარემ წაი ათში კაი ეხა ნუ გერიდება ბიჭო რა არის ბინდი კაი შეკითხვა არის ესეთი რამდენი წლის იყო პატარა გიორგი ლორია როდესაც პირველად შეეხო ბურთს და თავიდან რა პოზიციაზე თამაშობდა და საყვარელი საგანი რო გითხრა კიდე აჩიკო 4 წლის გეკითხება საბურთალოდან აჩი მოდით აგვენახე აჩი გიორგი აბა რო გითხრა ბურთსოდი შეეხე აჰა ბურთს შეეხებოდი საფეხბურთო ბურთი ვიღაცა ბურთს შეეხება ეხა ეჭვი მაგ არა ხო ან 4-5 წელიდან უკვე ბურთი რა 7 წლის ვიყავი კალათბურთზე რო დავდივარ დაგიგვიანია 2 წელი მე 5 წელსა შევეხე ბურთს და ისევე დავტოვე ის პირველი შეხება მინდა რომ ახსოვდეს ალბათ 5-6 წლის ვიყავი როდესაც უბანში ვითამაშე ბიჭებთან ერთად სტოპიატ და რას გეუბნები გარეთ იყავი კარგად მაშინ სტოპიატი გარეცა ხო კარშიც გიწევს წინაც ხარ ყველგან ხარ სტოპიატი არა ასე რომ სადღაც ეგრე იყო პატარა აჩიკო მეორე შეკითხვა რა პოზიციაზე თამაშობდი თავიდან თუ თავიდან მეკარე უბანში თავიდანვე კარებში მომიწია თამაში მომიწია აი ეხა ნახე მიდი კალა მოდი გავარჩიოთ ეხა ეს შენი ფრაზა აი მოდი გავარჩიო ნახე კომენტატორებმა არიცენ დაფასებაო და მეკარე კაცებმა მომიწია კარში დგომაო ანუ რა მოიცა მომისმენე კითხვის არსი მდგომარეობდა შემდეგში რომ პირველადო ხომ ასია მე რო პირველად პატარა ვიყავი შემდა უნებურად მე ხელი დამადეს და მითხრეს რომ შენ კარებში დადეკი მაგრამ მადლიერი ხარ ახლა არჩევანი არ მქონდა მიხვდი შენ ესე კი არ იყო რა შემოდ გიორგი შენს ადგირჩევნია თამაში გავიტანე აი გოლ ახალგაზრდობა შეაგდო იცი ვიშო თამაშებით მე რა ვიცი აია რა შეგონი აქედან ხომ ნახევარზე მე აი ყველა გაიგო უკვე იმიტომ რომ მალტაო დაიყვირეს მალტა და მე ვერ გავიგებოდეში მალტა და ფარერები იმენა გამოსმული ყავს უკვე რა ავი იმენა მეზობელი ვარ ერთსალი გამოისვა ეგრე ყავს მეზობელი გამოისვა ანუ ერთი მეზობელი ყავდა თუ ისმევდით თუ აი ერთი მეზობელი ყველგან ხო არის ვისაც გამოისმევ პლუს 18 ხო არ ვიცი გადაცემას რა შენ არავინ არ ყავს შეჭმან ყვარი ჩამოდის გვერდზე და არასოწუნე ყვარი კი არა და რამდენიმე ჩამოდის მე მაინტერესებს შენი ანალოგია მეზობლის გამოსმასთან დაკავშირებით რა იგულის ამან ბავშვ მე ნუ გამრეთ რა შეიძლება მე გეტყვი რა არაფერი არ გაქვს და ყოველთვის იმასთან რომ მიდიხარ ხალხზე ოკეი ანუ ისე ხალხი უნდა გამოართვა კარტოფილი და გამოსმულიც ეძახო მე აი ეგრე არის შეჭმა იმიტომ რომ ავი ხო რა პირველად გაიგეთ ბიჭო პირველად გავიგეთ მეზობლის გამოსმა ეგეთი ჩემი აზრით იმ მეზობელსაც არ გაუგია ვისაც მაგაზე ამბობდი შენ თორე გამოსმული მეზობელი ნიშნავს ეგ არის რავი მე მე გავალ და მოვალ თქვენ ისაუბრეთ არა საინტერესო თემა გიყურებდი რა და მოგწონო მაგთმებში რავი სულ ბრედ პიტის სახე ქონდეს არა რა ფეხები ბიჭო მარტო რქები არის ცალ-ცალკე ოღონდ აცახა კიდე მეუბნებოდა ჩემი საჩენი ფეხებს აი ბიჭო შეხედე იმენა მართლა კიმ კარდაშიან აი შვარია რაი შენი ფეხები ხო კი ბატონო რა გიპუცა მაგითო გითხარი კიმ კარდაშიანი თქვა ღიპუცა ძალიან მოფერებითია იმას რაც აქვს იმასთან შედარებით. ბურთი აქვს დამალული. შეფასება მინდოდა გიორგი. გიგენაცოლ შემი თავი გიორგი აბარა. აი მინდოდა შემეფასებინე და ბიჭო ცივა ჩაი ხო არ გაგისწორდებოდეთ. სიამოვნო. მაგრამ გახსოვდეთ ჩაი ვინც დალია ყველა წავიდა. სად? საათი.
ეს დადგმული ქონდა მეგობრებო. გუშინ დამირეკა מחარამ. გუშინ სიზმაში. ჩაის ვკითხავ. სიზმაში დამესიზმარ რომ ფილარმონიაში გვაქვს ახალ წელს კონცერტი და აქედანვე დაპატიჟებული. მოიცა კონცერტი გაკეთისა ანუ ზეიმია კონცერტი გვაქვს. შენ გულს ვახარებ შეჭარო. ბიჭო მე კონცერტი მქონდა ეხა თუ გაინტერესებს რა და მე მინდა რომ რომელი წელი თოკით რომელი წელი იყო და იყო ეგ ერთი პანდემიის 2020 მაგის მერე დაიწყო. ეხა იყო გას და მინდა რომ თოკით დავეშვა და რამეს შევასკდე რა. კრეატიული შეასწრე რამეს? გითხრა რა. აი რომ ვიძახდი მაგას თქოს ვიცოდი რომ აი ამას შეასკდე და ჩემ რაღაცები უნდა ყოფილიყო და ბინძური აზრები გაქვს. რატო? მარტ ეხა ვიცი რომ მე ბინძური აზრები ეხა იფიქრეთ რომ აი გიორგი შეასკდება რაზე ფიქრობდით რომ რას შევსკდო მოდი? რასაც ასკდები ხოლმე იმას ანუ შენ რასაც ფიქრობდი იმას? მაინც აიყვანა თავის გიზ. მოიცა ახალი წლის კონცერტი ანუ დადასტურებული არის? არ არის. ჩვენ რა ბილეთის ფასი გვაქვს რა ღირდეს ბილეთი რა? შენ წინასწარ გადაიხდი თუ მე გადაიხდი? ძალიან არის სიამოვნა מחარას 15 ანუ თუ გინდათ რომ მოიგოთ მისი გული ბევრი თქვით და ცოტას დაადეს უბრალოდ აქ გაუხარდება არა 50 ლარი ხო უნდა ღირდეს იმიტომ რომ ჭამა შედის აქ ჩვენი ჭამა შედის ჩვენი არა ჩვენი מחარა შესვენებაზე ფენოვანები ჩამოივლის ესე და უფასოდ ჩამოარიგებს 100 ფენოვანი იქნება და მე ვიძახი რომ კვაზიმოდო დავდგათ თქო რა მიუზიკლი თქო ძალიან კაი იქნება მე ვიქნები კვაზიმოდო და რამეს მოუვიგრებ ამას 1000 ესმერალდა ცოტნე მინდა რომ იყოს ან ტატო რა არა ტატო თხაა შეჩევ თხაცხო არის მაგ იმაში აი ძალიან კარგი იქნებოდა ოღონდ უბრალოდ ფონოგრამა იყოს თქო არ გაიკვირდებათ ჩვენი ესტრადის ფონზე ფონოგრამა იყოს და ჩვენ რაღაცა პატარა ეტიუდი რო დავდგათ ალბათ მეკითხეთ 15 ლარი ძალიან ძვირია მაგისტვის 50 ლარი ხო ნორმ ფასი მოიცა აი מחარ მკითხოთ რამდენს გადაიხდი ეგ არაფერს არ გადაიხდი შეჭემა რამდენს გადაიხდიდი საახალწლო კონცერტში სადაც מחარა კვაზიმოდოს ფრანგულად თამაშობს დემო ვერსია შემოგთავაზო მედი რატო ასპოილერებ ბიჭო ხო ეს იყო დემო ვერსია არა მე მაგით შენ ძალიან გაგიჭირდება შეჩემ ბანაბი იმშალებ თუ რა თვალი გამოისვა მართლა მეზობელივით მორჩი מחარ მოვიდე რა საკეთე კვაზიმოდო სურეკაო მეხი შეჩემა შენაირად აკეთებს რა შვები შეჩემა კვაზი ჩავიდო უკან ბიჭო ჩაუდე მოდი ჩაგიდო მოდი ზევით ამიწიე რა კაია აი გაქლემია კვაზიმოდო სხვა ეგუნება აღარ ადგე რა აჩი აჩი სარეკლამოზე გადი აჩი ამას დღეს ჩამიგდეს სტივენ ჰოკინგის კიდევ ერთი ვიდეო რა მიწას ხნავს რა მართლა მეორე შევაგდე მიწას ხნავს ხალხო მეორე შევაგდე თუ ვერ გავიგე უცებ რა თქვია ჩი ამის შევხედავ დაკიბნელდა ჩემი პატარა ესმერალდა ვინ არის ეგ ვიდეო ჩამგდეს ესე კვალი რო არის მიწაზე იქ დგას სტივენი მიდის ჰოკინგი და ის აქ და ესა ტელეფონების რაოდენობაში ხედავთ ესმერალდა შენი კვაზიმოდო გავიდა უკვე საერთაშორისო ასპარეზზე ჭოლამ დარეკა ჭოლამ მე ძალიან კაი ბიჭო ძალიან კაი მე კვაზიმოდო თუ გეცე რომ კი ბატონო მომზანდი დავდო აი რაჭველი რო დარეკავს ქართულა რა უნდა ამას არაფერი არ უნდა მახარ ამასაც გააჩ ესე ამ პორნოვარსკვლავი გამოდიხარ ან დირიჟორი შეჩემა ერთ-ერთი უეჭველი არის წერო დაგიდგება ვიღაც მე არის რთული
ნუ გადარიე კაცი. აჰა. მუსიკა ერთსა. მუსიკა როგორ ჩართეს ნახე? ამ საუკუნის მიკროფონი უჭირავთ აქ ტელეფონი აქვს ჩართული და ზედუდე მართლა კვაზიმოდო მაგინა 21 საუკუნეს ამ საუკუნის დედამო რატო ქართულად არა იგივე ენაზე იქნება ქართული არ იქნება ცუდი გამოდის ხოლმე გადმოქართულებული ძალიან გაასწორებთ აქ ხუთ მოიცა ეს ვიღაცა სხვა მღერის ჩემი გიორგი მომასწრენდეთ მე ხა კარაოკე ვერსია არა გვაქვს გადაგაბას ვიღაცა ესე არის სულ ანუ რო იცოდე რა ეხა მიწევს ბიჭო ამბიცია ზახშია თქვენ აგიჟებთ რო იცოდეთ ეხა თქვენ აგიჟებთ ამას ეხა მიწევს კიდე ერთი არა ამის მერეა ერთი თვლა მომიგდო ესა მორჩა კვაზიმოდო არა ეხა კვაზიმოდო არ მღერეს ვაფშე მეცაც გეტყვი უსმინე კვაზიმოდო ამ გაკოჭილი გდია შეჩელა ფესი ძახის მართლა უსმინე ალეს ამ ბესაც აქვს ბე ალა ფთები გაიკეთებარებია აბონ ტრახში იმას რა სექსუალური ფანტაზიები აქვს ბარემ გაიკეთე მართლა რა ამ მიუზიკლში არის ისა ანგელოზიც ბე აზიმოდო მღერის რა არ მღერის ეს კაცი რატო არ გააფრთხილეთ აქ რა იქნებოდა ანუ რომ მოვიყვანეთ და ყველაფრისთვის მზათავარო ეგრეთ თქვა და ძალიან ბევრი ვეცადე რომ ყველაფრისთვის არ ყოფილიყო მზად შენ ისეთი ხო და კვაზიმო ეხლა გამახსენდა რომ ღერია მან ისინი კვას აი რო გონიათ რომ უცხო ინგლისური რატო არ ვიცი არ გაინტერესებთ აი ნორმალურ ადამიანმა რატო არ ვიცი თან ჩემნაირმა განვითარებულმა და ალბათ რავი კრეატიულმა მე ვიყავი ვიდეო ედიტორი და motion graphics-ი ვიყავი ხოლმე საიდან ვისწავლე სოფტები გოლში ხო საინტერესოა რომ After Effects და 3D Max-ი რაღაცები გოლში საიდან ვისწავლე წიგნი მქონდა ხოლმე რა წიგნი და ნახატი წიგნი იყო იქიდან ვსწავლობდი ხოლმე და არა ნახატების ენაზე სკოლაში რომ მივედი კი არა დავდიოდი მითხრეს რომ სამი ენაო გერმანული ფრანგული და ინგლისურიო აირჩიე მახარო შუაში სხვა დაждდება ბარებ ანუ ეზოდი ხალხ საინტერესო ინგლისურზე ძალიან ბევრი ხალხი წავიდა და რა მინდოდა ბევრი ხალხი არ მიყვარდა ხოლმე ბევრი ჩათვალე რომ შეტევაშია ბურთი რა და შენ არა მე ფრანგულზე ორი კაცია ავიღე და მესამე მე ვიქნები თქო რომ გაპარვა მარტივი იყო რა გამოდგა ძალიან რთული მასწავლებელი მარადი აქედან მოვიკითხავ თუ კიდე მარადი ერქვა ხოლმე გორში მეცხრე სკოლაში და ისე მასწავლა მართლა ეხა აღარაფერი მახსოვს პროსტა რა მაგრამ ძალიან სექსუალური კაცი ვიყავი ხო იმიტომ რომ ფრანგულად მეტყველებდი მინიმუმ მაგიტო რა ეს ანუ თავიდანვე ეგ თავიდან ისწავლე თუ მე დაამოღამე ეგ საკეც მაგაში ძალიან სექსუალური ეხა ბეს რომ მოვდი აი ძალიან სექსუალური კი ბაზარი არა ეგრე მასწავლე ძალიან კარგად ვიცოდი ხოლმე რა მე დრომ და ქუჩამ დამავიწყა საერთოდ ყველაფერი რა თქვენ ხარ ისეთ ქუჩა მაგრამ ან კარებში იდექით ან იქ ბაცუძის გეძახდნენ რა არაფერი არ არის საინტერესო ბაც ეგ სერიაში თამაშობდა სადაც ბაცუცი ერქვა ზედმეტ სახელად აი სულ ეს ვიდეო ბაცუცი ბაცუცი რა ჩემი აი ნუღა ეკითხები გაიგო ბაცუცის რო გეძახ აი ცუგო მოდი ცუგო კაროჩე ძაღს ელაპარაკები და ჩვენ არა შეჩემა ანუ ის მე კაცი მოიყვანეთ საქართველოს ნაკრების ავიგე ლეგენდარული მოთამაშე და შენა ფე და ის არა ქვია არაფერს ყובה გაიგე რა მე მოყევ ეხა შედით მოყევი რა გინდა რომ კურიოზი მოყევი არა კურიოზი ყველაზე ანეკდოტი რომ მოგვიყვე შეგიძლია და არ გაგვეცინება არა მაქვს მე ნიჭი მე მას შეკითხვა რა აი პატარა აჩი გამოჩნდა
დია ხაჭიკო. აბა მოდი. გუშინ გიორგის რო ველაპარაკე, დღე აირია, მოკლედ სხვა დღე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმააზრეო რა, დამოუწყდა უნდა მისულიყავ რა. დღეს? დღეს ბიჭო, გამა. არა, ხო, ნუ რაღაც. ეხა იმან ამერია რა. ეხლა უნდა იყოს სერიოზულ შეხვედრაზე? არა, გუშინ. მაგრამ გუშინ არც მოვიდა და არც აქ მოვიდა. გუშინ ვერ იყავი იმ შეხვედრას ვერ წახვედი, იმიტომ რომ დღეს გეგონა. ხო. ნუ ეგ არ გვაინტერესებს. გუშინ იყო და აცი, არა, დღეს რო ყოფილიყო და იმას რო ეუბნები, რომ ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და ეგ რო ამას რო ნახავს მე. და ეს სასაცილო იქნებოდა დღეს რო ყოფილიყო. ალბათ პირადი იყო და ვერ იტყვის, ხო? ბიჭო, არაფერი ისე ცხოვრებისეული იყო, საყოფაცხვი არაფერი. ბიზნესი. იყო და პილასოსი უნდა ეყიდა კაცს. პარტერზე. იმათ მოუთხეს ბურთთან ფოტოს გარეგება მან. დავაიო და ბეტონის ჩასხმა. გაიმაზა. ბეტონის ჩასხმა იყო, ბეტონის. ბეტონის ჩასხმა. შენ მეორე ახაკაია სუთხელ სასაცროყო. გაგჭირდება რომ შეეშვე ფეხბურთს მე დაგჭირდა. მაგ ფეხებს კურნალ ამოლესო. მე უნდა დრო უნდა მეთქვა და დღეები ამერია და ვერ ჩავასხე. მოდი ბეტონი რა უყავი გახვა? ბიჭო ზედმეტი თუ გაქვს ბეტონი. სადაში? მომისმე, სადაშენებ, რასაშენებ? გამნიშნულობა. როგორ არა აქ ბიჭო. ბეტონი ესე იგი ბევრი ძლივს ბეტონი. გელაპარაკება უპასუხეთ თორე მე გადავა ფეზის. B25 იყო, B25. სან აგარაკის რა, იმიტომ რომ მაგ ბეტონი კაიფასში შემიძლია კუბი რა. ეხ შენ 250 თქვა ძლევენ. წეროიანად თუ წეროს გარეშე, ნაკლებში დამაკავშირე რა. პომპა გჭირდება? პომპით აბა ეხ. რომელი 38-იანი თუ 38-იანი? 38-იანი? გიჭირს შენს გიჭირს მიხდი ხო? რა მეკარე პომპა 38. სად მეკარე და სად პომპა 38-იანი. კაც სხვა მისტრაფები ქონდა შემთხვევით მოხდა ფეხბურთი. ბიჭო, მე არქიტექტორი ვარ ისე თვითნასწავლი. ფეხბურთის გარდა. შენს ნახატიანი იმედია მითისავლე. არც ერთი მოქალაქე შენაშებულ სახლში არ ცხოვრობს. არა. აი ხა შევინჩეუში იმ სახლში ამის აშენებელი უნდა იყოს და ძალიან გაიგო. ამის პროექტი უნდა იყოს. სადასწორებ. ნახე YouTube-ი როგორ განვითარდა ის აი შენ რო იყო ბოლოს ეს არავინ არ იცოდა ვინ იყო. იმის მერე. მაგრამ არც ეს არავინ არ ეხა ვინ იცის? ეხა? არა, ეხა იცნობენ გიორგის. იცნობენ. არაფრის. კაი, ეგეთას საერთოდ არ იყოს. აი შედამადალებული არაფერი არ ჭირდება რა. კაცი მოვიდა ფეხბურთელი ვარ, ვიძახის ხანმეკა გადახდა ხან ბეტონს ვასხავ, ხან იმას ვაკეთებ. ვერ გაერკვია რა იყო და ერთი უბრალოდ რაღაც კონკრეტულ მომენტში ტაში უნდა ყოფილიყო და ის გაიმაზა. ადი. აი ხმა რომ გამოგეცათ ეს რომ ეკარეობდა, მაშინ აიღებდა ქვეყანაბურთს. ჩუმად რო იყავით სტადიონებზე. არა, ესპანეთთან გიორგი მაგარი იყო ძმაო. აუ, შენთვის ალბათ ტვინი ექნება წაღებული მაკითხვით ამ ბარსელონაზე და რეალზე რა, რომ მართლა გადადიოდი და მართლა გადადიოდი, მაგრამ აქაც აინტერესებს ხალხს და მოდი ბარე. ვერ გადავიდა რომ ბეტონი ქონდა ჩასასხმელი და აერია. ან ბარსელონაში ან ბეტონი უნდა ჩაესხა და ბეტონი ჩაასხა. ხო ხედავ, პადაჩა მოგეც. მიდი, კენცლე. ბურს მაინც ვერ კენცლე, ეგ მაინც აკეთე. მე მართლა გულწრფელად გეტყვი რომ ეს დრო ეხლა რომ გაიხსნა ყველაფერი და რომ მიდის ხალხი უფრო მაგრამ ეხა მე რომ დავიწყებ რაღაცა ლაპარაკს ეხა ბაცუცი კი ვიყავით მაგრამ შენ თუ არ მომისმენ ანუ ავდგები და ხო და ეხლა კითხვასაც დავსვამ თან რომ აი რომ გაიხსნა და ყველა რომ მიდის აი ეხლა რომ იყოს შენი კარიერის თქვა აი 22-23 წლის რო იყო უფრო მარტივი იქნებოდა თუ არა არის იქნებოდა არა უეჭველი ხო ფაქტია ხო ფაქტია ანუ შენც უეჭველი მე დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით მაგარ კლუბში უნდა გეთამაშო ეხლა რომ წასვლა არის ნუ არ შეედრება იმ დროს რა დაახლოებით რა გითხრა ჩაკეტილი მეებში ვიყავ აი 1-2 კაცს თუ შემთხვევით ვიღაცის რაღაცის გაძვრებოდა შემთხვევით ადრე რო იყო ხო იცი რა იპარებოდნენ და აი ეს 1-2 კაცი ეგრე ხო ანუ მაგ შეკითხვასთან თემატური რენდომ თემა მაქვს და ვის არა ყველა მამოვიღეთ, ათი შენ ვერ დაინახე უბრალოდ. თუ გინდა დათვალე მოდი. მიდი ჰა. როგორ ისხში შევიდა? მიდი შენ ახალი თამაში. საფეხბურთო სასამართლო. მახრალ და კალა მოწინააღმდეგე ადვოკატები არიან. გიორგი არის განსასჯელთა სკამზე. თავიდან წაიკითხე ეს სიტყვა? განსასჯელთა სკამზე. საჯულიო.
მახარა უკეთესი სასამართლო არ გვაქვს ხო ხარისხი იმაზე ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო ვიდრე იყო. ანუ მახარა ამტკიცებს რომ გიორგის კარიერა იმაზე უკეთესი უნდა ყოფილიყო ვიდრე იყო. ამის გამო დასაჭერია. კალა გიორგის დამქირავებელი ადვოკატია და მას იცავს. აჩი მოსამართლეო აი. ისე კარგად კითხულობს რომ აზრი ეგრევე გამოგა. მოსამართლე არის ხალხი აჩი. წერტილ მძიმე ზუსტად. განსასრული ანუ შენ ხარ განსჯავრდებული. კალა იძახის რომ კარგად თამაშდა მეც ვერ შეძლებ და მე ვიძახი რომ უფრო მეტი შეეძლო და არ გააკეთა და ამიტომ უნდა გაქსრო კორ. აჩი მოსამართლე. ანუ არათუ ვერ კითხულობს, აზრიც ვერ გამოაქვს. ახლა ამტკიცებს რომ გიორგის კარიერა იმაზე ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო. ამის გამო დასაჭერია. მაგის გამო დასაჭერი. შენ ხო დაუჭიროთ, იმიტომ რომ არ ხომ. და მე ვამტკიცებ რომ მეტი არ შეეძლო? შენ ამტკიცებ მე მგონი მახარას რო გამოვიდოდა ეგ. შენ ლორიას ანუ გიორგის. რანაირად ვარ? მოიცა. კალა ამტკიცებს რომ მეტი შემეძლო და არა, პირიქით და შენკენ ვარო. ანუ ისიც მაგრა არის. ანუ მე ვამბობ რომ შენ ამაზე მეტი არ შეგეძლო, თან შენკენ ვარ. და ჩემს კი ხარ? არა. და მე ვიძახი რომ უკეთესი უნდა ყოფილიყო შენი და ვერ ითამაშე და შენ წინააღმდეგვა. აი, გავიგე, დაიწყო სასამართლო. ბიჭო რა. ის მაგარი გარეკილია. აბა. სასამართლო დაიწყო მეგობრო ბაბა. სასამართლო მობრძანდება რო ავდგეთ. აჩი, გამოიარე რა ერთ. სასამართლო მოდის. ერთი კაცი წევს პატივს როგორ ხედავთ მარტო, ერთი კაცი ადგა. დაჯექით კი ბატონო და გვიკარნახე აჩი ვერ გავიგეთ კარგად რა როგორ და რანაირად. მე ვიძახი ბატონო შენ ხარ მოусმინოთ ჯავრდებულს. თუ შეიძლება რომ დამაცადო. მე არაფერი არ შეიძლება. ერთი ბატონო მოსამართლე. ძალიან გთხოვთ მომცენ საშუალება რომ მე ჩემი აზრი გამოთქვა და დადანაშ გისმენთ ბრძანეთ. პირი რომელიც სამჟავრო სკამზე ზის და ელექტრონს შევერთოთ. ბრძანეთ. მე ვფიქრობ რომ ბატონი გიორგი ფაქტებიც რომ მომიყვანა. ყვილად არ მომხვდარა განსაჯდომთა სკამზე, იმიტომ რომ ეს იყო როგორც მახსოვს 2016, 17, 18 წელი 19-20 შეიძლება. ზუსტად ვერ გავიხსენებ. რამდენად გულგრილი იყო თავის სამსახურის მიმართ, კერძოდ მეკარეობის მიმართ. მივწერე ტელეფონზე და პასუხი მომწერა რომ ბოდიში מחר ეხა ფეხბურთს თამაშობ გულთები უნდა ავიღო და ეხა ვერ გიპასუხებ თუმცა მიპასუხა ეხა მოგახსენეთ ამაზე პასუხი ერთი წუთი ძალიან გთხოვ დავამთავრებია კადრი არის რომ ნახოთ რაღაც მომენტში ჩვენი კარები არის цаრიელი ამ დროს გიორგი ლორია მე მესიჯება რატომ შეიძლება გაგცეთ პასუხი წავიდა წუთი ბატონო კალა შენჯერი თქვენ ბატონო გიორგი ლორია არის საკმაოდ ცნობილი ადამიანი მას აქვს ძალიან ბევრი ფეიქ აკაუნთი გულშემატკივრები შექმნილი წიჭკიანი აკაუნთი 13 წლის თვითონ ადასტურებ წარმოგვიდგინე არა დასტურება მე ადვოკატის გარეშე არაფერს არ ვუტყვი აი არ ადასტურებს თქვენ მიწერეთ სხვა გიორგი ლორიას ევჭი მაქვს თქვენი ფეხბურთის ცოდნა გამომდინარე შეგეშლებოდათ ასევე ერიცნობდი იგივე აკაუნტზე ეხა რომ მივწერო და მესიჯი მოვიდეს ეს იქნება თუ არა ფაქტი იგივე იქნება თუ არა დაგვიმტკიცოთ მაშინ იგივე აკაუნტი ფაქტები წარმოადგენთ სასამართლოში ჩვენია ეს პროცესი ჩვენია მოსამართლე მყავს გამოჭიმული გუშინ ხამე პროსტა მე მითხრობ თები უნდა გავიკეთო რაღაც მომენტში ნუ ეს არის საქმის გაჭიანურება მე ესე ვერ ვიმუშავებ მეორე ფაქტი როდესაც პირველად ბატონი გიორგი იყო ჩვენთან მობრძანებული სტუმრად უთხარი რომ ძალიან გთხოვ გიორგი ბურთზე რომ ხელი მომიწერო თქო და გაიცინა უკან მომიგდო ბურთი და მითხრა შე რა გონია სულ ეგ საქმე მაქვსო ბევრად სხვა რაღაცები მიყვარსო და ფეხები ქონდა ბეტონიანი არ ვიცი რატო ანუ კიდევ ერთი გულგრილი დამოკიდებულება საქმის გაგცემთ ამაზე პასუხს გაგცემთ ჯერ მაგაცადეთ მომისმინეთ ერთი ეს ადასტურებს სწორედ ჩვენს პოზიციას რომ მას ხელის მოწერებიც არის სავარჯიშოთ მიდიოდა ადამიანი და პროფესიონალია და ივარჯიშა ბეტონიანი ფეხები რატო ქონდა ბეტონიანი ფეხები იმიტომ ქონდა რომ მოედნები ეხა რომ გააკეთეს მაშინ ბალახი არ იყო კაი ეს მოსამართლეს პრო და მოუჭიმე ისაც ვიგებდით მე მგონი კარგი ერთხელ დაურეკე ძალიან უსუსური გეხვეწები საღამოთი ფეხბურთი ვითამაშოთ და ფეხბურთი არა ყლეო აი ესე ვიპასუხე არა ფეხბურთი არა ყლეხო არა ხარო ესე გითხრათ
თქვენ გითხრათ ეგ. ფაქტის დამახინჯებას ვცდილობთ. ვცდილობთ ფაქტის დამახინჯებას. ყურადღება, გამხსნელი სიტყვები ამოიწურა. აჩი გადავედით შემდეგ. გამოყავს მოწმე და უსაუთ შეკითხვას. თითო შეკითხვა დავუსვა. ბიჭო, მომწმე ხა? ეს არის მოწმის დამცირება, პროვოკაცია. უკაცრავად კითხვა დასვით რა. ისა. გიორგი, ჩემი მოწერილი მესიჯი. შენ როგორც აღნიშნე წინა საუბრებში, რომ მართლაც შენ მიპასუხე. ხო მართლა შენი მოწერილი პასუხი იყო? მე თქვენ მოწერილ კითხვებზე მაქვს რამოდენიმე პასუხი, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ნუ, ბატონო მოსამართლე, ეს იყო არიდება კითხვისგან პასუხის. კერა და პირიქით. არიდებას გავდა, მოდი ფორმულირება შევწყვეტ. ნუ, აი, ეს მინდა რომ დაიმახსოვროთ. აღარ მინდა ამ კითხვის დასმა, უბრალოდ ეს დაიმახსოვროთ, რაც ახლა. ყალა, შევდა გამოუძინა როგორ. რა გამოუძ ჩვენ მოგებული გვაკაჩი. ხალხი არ გაპატიებს უბრალოდ სხვა გადაწყვეტილების მიღებას. ბატონო მოსამართლე, თქვენზე ისაუბრა მსჯავრდებულის ადვოკატმა, რომ მოჭიმულიყევ ხართ და ფრთები უნდა გაიგო. რასაც ადასტურებს მოსამართლეს თვითონ, ხო? ფრთები ან კი არ უარყოფს. ფრთებით უნდა მოგჭიმონ. გიორგი, აი იმ პერიოდში, როდესაც შენ დინამოს მეორე მეკარე იყავი და ნაკრებში გამოგიძახეს. ო, და მაინც ძალიან ამ ძალიან მნიშვნელოვან მისიას ესე მოეკიდე. აი, მეტი რა უნდა გიქნა, უპრაქტიკო მეკარე საქართველოს ნაკრების კარში დადექი. ეს ხო ძალიან დიდი რისკი იყო და ძალიან დიდი თავდადება. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთებინა? ბატონო მოსამართლე, ვაზელინი გადაისვა. ვაზელინი გადაისვა. რას თქვენ ისედაც გესვათ? მე სხვა გზა მქონდა რომ არ მეთამაშა. ეს ხო მაქსიმუმი იყო შენგან. მაქსიმუმი იმ მომენტში გამეკეთებინა, იმიტომ რომ პრაქტიკის გარეშე ვიყავი და რაც შემეძლო მაქსიმუმი. მაგრამ საქართველოს ნაკრების კარი მაინც დაიცალა. ბოლომდე ვეცადე მთელი გული და სული და ჩემი ხელი. ლაპარაკი მიდის ახლა. აღარ ყოჩა. მიღებულია. ეს ხალხი რამის ღირსია მართლა. აბა, რა პერფორმანსი ჩაუტარე წეღანტო? აი ხა ამით ორი კვირა უნდა იცინონ და გავიგე, მაგრამ შენსკენ რო არა. ბიჭო, გავიგე, მაგრამ სრულ სიცრუეზე უკრავს ტარს. ნიჭიერი ხარ. სრულ სიცრუეზე. მე იტყვით რომ სამართალი არ არის. თქვენგან გამომდინარე არ არის სამართალი. რა სიჩუმეა. ეგ იქნება დასტური, მეტი არაფერი პროსტა. აგორ შეიძლება. მოდი ტაშის მეშვეობით გამოვავლინოთ. ბატონო მოსამართლე. ეგ არ აწყობს. როგორც ვიყვით არ აწყობს ეგ. ტაშის მეშვეობით გამოვავლინოთ. რომ გიორგი ლორია უნდა გამართლდეს. ვინ ფიქრობს რომ მახარას პოზიცია სწორად იყო დაცული? რამე ესე დიდები არიან და არც ეს ტელევიზორი არ ქონდა, შენ რო თამაშობდი ფეხბურთს. ეგ იცოდე რა. აბსურდის თეატრი გავაგზავნოთ. აუჩ. ეს დიდი ბოდიში. ცხელი შოკოლადი არის ბარში, რო ჩამოვიდე. არ არის? აიქითხე. ასოციაციის თამაში. ეს სკოლებში უნდა დავნერგოთ, ისე გავარდა ეს თამაში, რომ სტუმარი ამბობს სიტყვას. მახარა და კალა ერთდროულად ამბობენ ასოციაციას. დაშვებულია მინიშნებებით. სტუმარი მოგების შემთხვევაში მიიღებს ოქროს მონეტას. ნამდვილ ოქროს მონეტაზე აღონს თამაში. ვაუ. მართლა. ასე რომ დაგურობთ რა, ესენი ანიშნებენ ერთმანეთს, გიჟივით შენ შეგიძლია დაბლოკვა სიტყვას, რასაც გონია რომ ანიშნებენ. ბიჭო, აი შეიძლება მაგალითად სიტყვა უნდა თქვა ეხლა. და მე და მახარამ თუ ერთდეგი ასოციაცია დავამთქვით მაგ სიტყვაზე, დაუშვათ შენ თქვი რძე და ჩვენ ორივე მაწონი ვთქვით, ქულა ჩვენია. ხოლო თუ ეზე მე ვიცი ეს რასაც სიტყვის მაგრამ. შეიძლება კაბელი თქვან. ოღონდ აუდიო. ოღონდ ჩვენ კარნახავთ ერთმანეთს და ჩემ მიზანი არის რომ თქვენ ავაცილო. აცილო? მარტივია. მარტივია? კი. ეგრე ძახდა რა უნდა ამ ბურთის აღებასო. ეხლა ნახავ თუ არა მარტივი. კუთხური. მიღებულია სიტყვა კუთხური. ანიშნებენ, მახარ ნუ ანიშნე. რა? რა მახარ ნუ ანიშნე? როდის შემოვიდა ეგ წესი მახარ ნუ ანიშნე? ანუ იმენა პელე კაცი ხარ, აჩი, იმენა პელე კაცი ხარ. დაგვითვალე სამამდე. მე ვთვლი? თუ გინდა აჭიკამ დათვალოს და მე დავთვლი. მიდი. რამე სხვა დაუბლოკავ. რამე სიტყვა შეგიძლია დაგვიბლოკო რაღაც, აი მას ვერ იტყვით. თუ გგონია რომ არ ბლოკავ? აი 3 2
წავიდა. პენალტი. პენალტი, ხო. ეს ნახე. არა. რაც სამამდე რატო არ დაითვალა? ჩაითვალა ლოგიას. სამამდე რატო არ ორამდე, დაითვალა? კაი, მოდი ახლა შანს მოგცა. როგორ დაითვალა? მე რა შანს მოგდა, რა მინდა შეიშა. რას ქვია რადგან? არ მინდა იძაც მოვიგები. კაი, მიდი. სიტყვა უნდა თქვა. კოტალეტი. კოტლეტი? მოიცა, წამოყვერებები არ იყოს თორე ჩვენ გვებლოკება ახლა ისინი რა ხო, ქვია. მაგრამ ხო. რამეს ხარ დაუბლოკავ? რამეს ბლოკავ? აი, რა ნუყვირი ხარ? არა, თუ მე დაბლოკე და მაინც ავიღებთ ალბათ რამეს. თუმცა ეგ სიტყვა. კაი, დაითვალე. ოღონდ სამამდე დაითვალე. წეგან იყო ეგ შესწორა, სამამდე დაითვალე. მედი. მოიცა, კაი, დავულა, რა და არა. გორი დავბლოკოთ, გორი დაბლოკ, კოტლეტზე გორი დაბლოკეთ. გორი დაიბლოკა. მაინც დაითვალო? არა, მოიცა. გორი დაგვიბლოკეს ამათაც. კოტლეტი? ანუ უნდა ამოდი მართლა თუ გაგიწევს. ეი თამაში. იურე წიწიბურა და კიდე რაც უხდება კატლეტს ის რომ არ შეიძლებაოდეს მაგის თქმა. მალი. გორზე ხო არ გავჩერდებით? მიედრო, დამატებით წუთი მიედ. ზადვარ? არა, მოიცა. ჯერ. ანუ ხალხმა დაბლოკა. კაი. იმას აზე ხარ როგორ არ ხო. აი, ზადვარ? ანუ კატლეტი ხო თქვი და რაღაც ხვების უნდა დაგებლოკა, მაგრამ ეგრე არ შეიძლება ის არის რა. მეტი რაღაც აფაჩი მიზახდა რომ სტალინგრადში, ხო? ბიჭო, ხო ვამბობ ამ სტალინს და რატო შემიყავი? ეხა ჩიბუხი. ვერ მიხვდა. კაი. მიდი, კაი, ხო, დაითვალე. ხო. ტყილად იცოდე, კლდის პირზეც გახარ. აჩი, კლდის პირზეც გახარ და კლდიდან კლდესაც გადახტი კიდე. მიდი, მალე, ბებერ, მალე. ერთი ბერია. აუ, იმე რამის წავაგეთ, ბიჭო. რამის წავაგეთ. ბერიას კატლეტი ეს არის ძალიან ცნობილი. ადინადინ. კი ბატონო. ბიჭო, კიევი შეჩვენ. ხნუ ჯანი შეჯანი. ორი ერთი-ერთია. ის არის ერთ ბოლო ხელია რა. ნამდვილი 24. ასალედნივა. ნემს მიკროფონი თქვა და მე გამოვპარო. აх, ჩემი. არა, ის არ ჩაგვითulis მე ეგეთ რაღაცებს. რაღაცას ეხა დააბრახუნებს ნახე. რამე, აი, ბიჭო, ტექნიკასთან რო იყოს, უფრო წინა მოიგეს ტექნიკით. მას იმის ახლობება მოიგო ტექნიკა. იმის ახლობება. ტექნიკა გინდა, მაგრამ ის არა. არა, შენ რაც გინდა კაცო ანუ. თუ არ იცი ცნობა. ჩვენ არ გიკარნახებთ, ჩვენ ერთმანეთს უკარნახებთ. ჩვენ ერთმანეთს უკარნახებთ. ვარო, რაც უფრო ზოგადი იქნება სიტყვა უჭირთო. ზოგადი მაქსიმუმ. რა გვიჭირს კარნახი გვიჭირს აჩი ზოგადს. პროსტა უბრალოდ გიორგი რა ვთქვა? როგორ? ხინკალი. ხინკალი? ხინკალი რა არის? კაი, ხო, დათვალე. დამანგრია რა. მიდი, დათვალე. სად ვართ ეხა რა გავაგეთ? რამეს ხარ უბრალოდ? მიდი. 3. არაფერი. მოიცა. დაითვა. რატო ვიჭრი ეგრე სწრაფად? ავაჩი. წვადი. მოიცავ. არა, ერთი წამი რა, ანუ ეგრე სწრაფად რატო ითვლიაჩი? მაშინ სიტყვას ვსვლით. შეგვიძლია. მოიცა, მაშინ რო ვიტყვით რომ ზად ვართ ეგრევე დათვალეთ. ხო, ანუ აჩი, ნუ ატა. ეს უკვე არის? არ ვიცი. ორი სიტყვას ვსვლით. მიდი, შეცვალე. ტვინი გეოგრაფია. ბიჭო. როგორ? გეოგრაფია. ვა, მუნწოდებული. ბიჭო, ის არის. მოიცა, სანამ სიტყვას მოვიფიქრებ, უცებ დავდებ Instagram-ზე რაღაცას. დროს იგებ ხარ? ყველა სიტყვა მინიშნება, ანუ არის არასაცა. Instagram-ზე დავდოთ, ოპა. რამე ნიშანი. არა, ფოტო უნდა გადაიღოს უბრალოდ. არა, ფოტო უნდა დავდო რა. ერთი story. რამდენი 35 წამი მოიგო? პირის მოძრაობა. ხაჟეს აქ იყო ხომ რესტორანი ასტორია.
დაბლოკე თუ ანუ უნდა დაბლოკო ხო? თუ წესებია იყოს წესები. არა, წესებია ეგ. თუ მიხვდი ეხა რაც ანიშნა, შეგიძლია დაბლოკო, მაგრამ მე ხა ჩემთვის ასტორია ამათვის არ ვიცი რას ნიშნავს საერთოდ. ანუ ვერ ხვდები. მოიცა არა არის ფიზიკა. რას? მოიცა ერთამ შენ თუ იმას შევი მე ეხა ხალხს დავუხმო. არა აუდიტორია რა დაბლოკო? ხო, რა უნდა. ისტორია? აუ მე რა უთხრეს. ისტორია დაბლოკე? წეგადელია ისტორია დაიბლოკე. კაი, მზადავართ. მიდი რავი დაიწყე რაც არის რა. რაც არის რა აი მოიცა ესო ეუბრებიან დაბლოკეოს რა აბა? ავსტრალია დაიბლოკა კიდე დაითვალეაჩი მაშინ ეხა სიტყვა შევცვლი კიდე. არა აძმაო მიეცი ეგ მონეტად არა, ხალხი შენ გეხმარება და მაგიტო შარ ეგენი ბლოკავენ იმ სტყობს რაც შეიძლება ერთმანეთს უთხრათ დავთვალო? მიდი კი, რა თვალე? 3 2 1 გორი ბიჭო, ძალიან ლოგიკურია, წეგან დავგიბლოკე და ეხა თქვით. მე არ ჩავთვლიდი, ყველაზე ვარზე უნდა გადაამოწმო. ვარი არა გვაქვს, ვარი არა გვაქვს აქ. ვარი ჯერ არა გვაქვს ის ოქროს არა გვაქვს. მე მგონი რომ გვიანი იყო. გვიანი იყო. ნაკარნახები იყო, რას ლაპარაკო. ეგ მანამდე მას ვიცოდი სიტყვა გადავათამაშოთ. ნახე, ნაი, სპორტსმენი კაცი, ნახე. ოპა! მოგვიწევს 2 დღე რო ვიყოთ აქ კალადამახა მიცემთ ერთ ჩანს. მივცეთ ერთი შანსი ცელა რა. ერთი სიტყვაც. ცოტა აქტიურად უნდა ბლოკო სიტყვები, თორე ეს არა, ოღონდ არ ელაპარაკო ნის. კაი. აი მოსულა? დავაი. ძველი სიტყვა მოსულა თუ? მოსულა. სიტყვა. ბუასილი. დავაი. მზად ვართ. მზად ხარ? თორე? კი. მახარ არ არის მზად ხარ. მიდი მზად ხარ? 3 2 1 ტრაკი. მახარამ ესე გამიკეთა. პროჩზე წავედი თავიდან, მაგრამ მაგისი გათვლა იყო, რომ აი ეკითხო და მაგას. აი, 3-1-ია უკვე გიორგი ახლა. რაც უფრო მე ხო არა ვალთ ესპანეთს ანგარიშს. ჯობია რომ გაჩერდე თქვი რომ მოოქროს მონეტა არ გაქვს. არა წინაზე გავათამაშეთ ჩვენ მოვიკეთ ვერავინ ვერ მოგვიგო ნუ ერთი დავკარგეთ მარტო ხო ის სახში მიდევს. ისიც გუნდიშამ წაიღო რა თემები ამოუწურეთ ათში? არა ერთი თამაში მაქვს ბოლოს აი ო აუდიტორიაც ერთვება ამ თამაში რა 3-ვე უნდა არჩიოთ ერთი ადამიანი რომელიც ბურთს აკენწლის ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში რომელიც ადამიანს მოიგებს ის არის ორივე იგებს ას ჩემი არის მახარა ფულად პრიზს მოგვეთ რა ვინც არის მსურველი სამი უნდა ავარჩიოთ თითო შენ ასლერ წამაგებინ ეხლა მომაგებინო მაშინ თითო არჩიეთ ვინც აირჩევა დავაი სცენაზე შენ ფალავანი აგერ კალამ აირჩია ლორი შენ ფეხბურთს თამაშობ ვინც ყველაზე დიდხანს აკეთებს ბურთს კარგად კენწლი ასლარზეა თამაში ხო ვიცი უეჭველი მოვიგებ აი ფანრიანი რო არ ამო მაშინ არა ეხლა ტელეფონი ქონდა ანთებული ფიზიკურად ვერავის რა გასცეთ ამ კაცმა მოვიგებ თუ რა თვითონ იხდეს ამოც Yasu Loria. იასუ ფილე იასუ ფალავნები შემოვიდნენ ესე კალა ისე კალა. კალა ისი დადგნენ მე თავის მე რა მოიტრეპაჩი რო ბერძნული ვიცი მე რა უნდა ამაგებინო ეხლა ხო იცი ეს ნაკრების მაიკითხარი შენ ვისი დავაი მოგაგებინე. ეს არის ჩემი ფალავანი თავაზელთან დადექით ვისი აი ეს ბოლო. მოიცა 4 კაცი ვარ და მახარას 2 ყავს თუ როგორ არის არა მე წყვილშია ოპა წუკი მოვიდა რა ხდება ხა 4 ადამიანია და 3 თქვენ ვიზე ამოხვედით ლორიაზე ლორიამ განარკვიოს მაშინ მე მყავს 2 ეგრე გაირკვა თავაზელთ ლორი ერთი უნდა არჩიო ჯეირანი ითამაშეთ და ერთი უნდა დარჩეს ერთმანეთს უნდა ითამაშოთ ჯეირანი ან მეორე ვარიანტია ვინც რომ მეც აკენწლის ის დარჩეს თქვენ ორიდან ჯეირანი უნდა ითამაშოთ ხედავდი ეხა სიმართლე ვიტყვი აი იქით გავუშვი ხედავ ფანარი იყო ანთებული ერთი ფანარი არ იყო ბიჭო ძალიან მარტივია ლორი აირჩიე ლორიამ გადაწყვეს 2 ადამიანი და მისტო ესეთ უხერხულ სიტუაციაში ჯეირანი ჩამგახარ უხერხულე ხა უცებ ჩამგახარ მოდი არის ორი იქით არიცე თუ იქით რანაირად არის არ ვიცი თეთრიანი არ გაქვს? შენ რა ფულს ითხოვს უკვე არა, არის ორი ეშკარა. თეთრიანი. მე ავკენწლი ვაფშე ჯეირანი ორიონ და ერთ-ერთი ჩადიხართ რა ერთზე დავაი მე ვითვლი მიდი ერთამდეა ეგრე იზი ჯეირანი
ჯეირანი მოიცა წეგან ის ოჭა იყო ორივე წავიდა ჯეირანი დავიშდობოთ ეხლა გაია მრავალი ფხეზე ჩვენმა პროექტმა შეარჩია 3 მონაწილე. სამისა უკეთეს. ვარგა? ჩვენს კამერას ვერ ვამოძრავებთ. რატო? იმიტომ რომ გატეხილია. აი, მაშინ კამერას ვინც ტეხავს ყიდულობს. გაჩერებაში. ოდნავ გვიან დაიწყე. მაგასთან დაიწყო. როგორი ვარსკვლავ ბიჭუ ნახა სულ ასკარი. მე მუსიკით გაგაფორმებ. ესე ხო რა. მოემზადეთ 3 2 1 არ დაგივარდეს ბიჭო ეგრე მეც ვკენწლი რავი დაგემშვიდობებით შემოძმაო კარგად იყავი კარგად იყავი აი რა ეგრევე გეტყობოდ ეგ რა კენწლი რა არის ეგ ბიჭო უბანში ისწავლე ფეხბურთით. აუ დამდგარი ყავ, კაი. რა მოდი 100 ლარი ამომაცალე ჯიბიდან. ბოდიში არა. ახლა რაკენ. წავაგია. შენ რაკე. ბიჭო, აგეტყვი რა, კაცმა მე ფეხბურთს ამოშობ ამოვიდა, კაი. მე მეთქი და ეს ჩალი ჩაპლინებს აკეთებდა. ეგრე რანაირად აკეთე. ჩაგერიცხება სერიოზული პილოტი პროექტი. იმედია მადლობა გადაუხადოთ გიორგის. იმედია მიხვდება თავსა და ბოლოს ამ გადაცემის. დიდი მადლობა გიო იმისთვის რაც კარში გააკეთე და მე დღევანდელი გადაცემისთვის რა. ჩვენი პოდკასტი რო დაიწყე საერთოდ მაგისტვის. აქ რომ მოხვედი მაგისტვის და გელოდები რა კოლეგებში გელოდები უკვე მე და საშუალო მადლობა პირიქით თქვენ წარმატებებს გისურვებ და ყველას დიდი მადლობა ვინც მობრძანდა და ვინც გვიყურებს კიდე. ვიღაცებს ხო წარმატებები დღეს ჩვენ აკრებს. უბრალოდ კარგი ადამიანი აი ზუსტად ჯდება რა. თქვენ არიცით სიღრმისეულად რა კეთილია და რა კარგი ადამიანია მას. ერთ-ერთი ადამიანი იყო ვინც ნახევრად სპორტულ პოდკასტში დაგთანხმდა რომ მოსულიყო რა. მაშინ ყველას ვეკიდეთ იმიტომ რომ ამან რა ვიცი. შეხო წააგე. აგინა ბიჭო. გავიგეთ მავა ნაგილა მეც ვიცი მაგრამ ხო არ ვიცახი რა კვიპროსული სიმღერა მაგარი მენა კვიპროსული კიდე იოგურტი ვიცი ბიჭო ბერძნული და მადლობა გიო ნებისმიერ დროს გქონდეს ჩემი იმედი მოვადრო დაგჭირდები და მე გვიანი თუ ეს ხაფრაზა ადრე იყო ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ლორია კარგად